გამარჯობა. ჩემი ხმა ისმის? ეხლა კი დიახ. ისმის. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით პირველ რიგში, მე ვარ სოფიო ნიშნიანიძე, როგორც რუსანთქო პროფესიით ფსიქოლოგი. დღევანდელ დღეს იქნება ჩემი გაცნობითი შეხვედრა, მოგიყვებით ჩემს შესახებ, რა გზა გავიარე, როგორ მოვედი აქამდე. მაგრამ რაღაც მინდოდა, რომ სანამ შეხვედრას დავიწყებ და სანამ ესე ჩემს თავზე საუბარს, მანამდე თქვენ გამეცანით და უბრალოდ რო ვიცოდე სამიზნე აუდიტორია, რომელ ფასელები ხართ, რა ინტერესი გაქვთ, თუნდაც რას ელოდებით დღევანდელი შეხვედრისგან. ძალიან მოკლედ, ოღონდ სურვილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სავალდებულო არ არის. ძალიან მოკლედ რომ მითხრათ ამის შესახებ, თუ შეგიძლიათ რამდენიმე თქვენგანს მაინც. დიახ, მე შემიძლია რომ გიპასუხოთ. მე ვარ ლელა ფუტკარაძე 14 წლის. პროფესია ჯერ არჩეული არ მაქვს და ამიტომაც შემეცნებითი ცენტრის თითქმის ყოველ ტრენინგს ვეწყები, რაც დაწყება დავიწყე, იმიტომ რომ პროფესიის არჩევაში ეს დამიხმარება. და კარგი, მადლობა ძალიან დიდი. სხვას კიდევ ხომ არ აქვს ვინმე სურვილი? მეც გაგიცნობთ, მე ვარ ლაურა მაკარაძე. სწავლობ ხელსაწყო მაცხოვრებაში 15 წელს ვარ და ზოგადად ამ პროექტისგან ველოდები იმას, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდე რა მინდა რომ მომავალში, ვინ მინდა რომ მომავალში ვიყო და ზოგადად როგორ გადავიდა. დიდი მელოდინები გქონიათ ამ პროექტთან დაკავშირებით და მიხარია რომ ესია ძალიან კარგი. რა სხვათა შორის ეს პრობლემები რომელიც გამოეთ, ხანდახან ჩემსიც შეჩენს თავს და ძალიან მეხმარება ეს თქვენი გამოცდილება, ამიტომაც ამ პროექტისგან მართლაც რომ ბევრს მოვედი. ძალიან კარგი, მადლობა უღრმესი. სხვას ხომ არ სურს კიდევ გითხრას რაიმე? გამარჯობათ, მე ვარ ქეთი, როგორც პირველად შემოგეცით და სწავლობ TSU-ში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე. რაღაცნაირად კავშირი აქვს, ამიტომ დავინტერესდი და ჩაგერთეთ. სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა და მოგისმენთ სიამოვნებით. კიდევ ხომ არ სურს რომელიმე თქვენგანს რაიმე გვითხრას თავის შესახებ? გამარჯობა. მე ვარ თათია მელაძე 14 წლის. ძალიან პირველად ვარ შემოსული და მინდა სამწუხაროდ ჯერ არ მაქვს ესე კონკრეტულად პროფესია არჩეული, თუმცა მაინტერესებს ფსიქოლოგია და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ნაყოფიერად ჩავიდის დღევანდელი შეხვედრა. მადლობა. თქვენი აზრის დაფიქსირებისათვის კიდევ თუ რომელიმე თქვენ გასულ შეუძლია რა თქმა უნდა თავისი აზრი გამოხატოს, თუ არა და შეგვიძლია უკვე დავიწყოთ საუბარი. კარგით? კარგი, მე მგონი აღარ გსურთ დანარჩენებს რაიმეს თქმა, მაშინ დავიწყებ საუბარს 12 ადამიანია შემოსული. გითხარით უკვე მე ვარ სოფიო ნიშნიანიძე, პროფესიით ფსიქოლოგი. მაგრამ ახლა ბუნებრივია იცით, რომ პირდაპირ ესე ფსიქოლოგად არ დავბადებულა, რაღაც გზა გავიარე, სანამ მოვიდოდი დღემდე, ან სანამ ავირჩევდი ამ პროფესიას და მოკლედ მინდა გითხრათ, თუ რა გზა გავიარე აქამდე და როგორ მოვედი, ან რას ველოდი ჩემი პროფესიიდან, ან საბოლოოდ რა მივიღე, საბოლოოდ რა გამართლდა თუ არა ჩემი მოლოდინები და განწყობები ამ ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით და დავიწყებ სკოლის პერიოდიდან საუბარს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს პერიოდი არის ალბათ წინაპირობა ერთგვარი პროფესიის არჩევისას, ვისაც უკვე არჩეული გაქვთ პროფესია, ქეთი თქვა, რომ სწავლობ სტუდენტი ვარ და რაღაც იცით ალბათ და დამეთანხმებით, რომ რაღაცა ერთგვარი წინასაფეხურია სკოლის პერიოდი, შემდგომი უკვე არჩევანის
და ესე იყო ჩემ შემთხვევაშიც. სკოლაში ვიყავ ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე, რომელიც აქტოვანებდა, ეს ყველაფერი აქტოვანებას იწვევდა, რა თქმა უნდა, ოჯახში, მშობლებში და მასწავლებლებში, იმიტომ რომ როდესაც კლასში ყავს ეს დასაყრდენი მოსწავლე, რომელსაც შეგიძლია ნებისმიერ დროს, თქვათ, კითხო რაღაცა, იმ დროს გაკვეთილი არ ჩაგივარდება, მოკლედ რომ ვთქვათ. და ერთ-ერთი ესეთი მოსწავლე ვიყავი, მაგრამ ჩემი ოჯახისაგან და მასწავლებლებისაგან განსხვავებით, რაღაცა ესეთი რეაქციები, დადებითი რეაქციები არ ქონდათ ჩემს კლასელებს. რაღაცა ყოველთვის გვერდიდან უყურებდნენ ხოლმე ამ ყველაფერს, ზოგჯერ რაღაც აღუჩად იგდებდნენ ამ ჩემს ცოდნას ან დამოკიდებულებას რომელიმე საგნის მიმართ და რაღაც ნეგატიურად იყვნენ მოკლედ განწყობილები ამ ჩემს კარგ სწავლასთან დაკავშირებით და დღევანდელ დღეს ესე ძალიან აქტიურად იყენებენ ტერმინს bullying-ს და მინდა გითხრათ რომ ვიყავი ალბათ bullying-ის მსხვერპლი სკოლის პერიოდში, ოღონდ მე არ მიყვარს ეს სიტყვა ბულინგი და იმიტომ რომ გადასარევი ქართული შესატყვისი გვაქვს ჩაგვრა. ეხლა გაგიჩნდება შეკითხვა რომ ჩაგვრა როგორ შეიძლება გადასარევი იყოს, მაგრამ რასაც ქართული შესატყვისი აქვს, მოდი ქართული შესატყვისით მოვიხსენებ იმას თუ შეიძლება და აი ამ ჩემს მდგომარეობასაც ჩაგვრას დავარქვენ და მინდა გითხრათ რომ რაღაც ჩაგვრის მსხვერპლი ვიყავი კლასელების მიერ და რომელიც რა თქმა უნდა ყოველთვის ნეგატიურად მოქმედებდა ჩემზე და მქონდა რაღაც არაერთგვაროვანი რეაქცია, ან ბრაზდებოდი, წინდა ბევრჯერ მიტირია და რაღაც არ იყო მოკლედ სასიამოვნო, ძალიან ბედნიერი ვიქნებდი, ძალიან გამიხარდება თუ რომელიმე თქვენგანი არ იქნებით ბულინგის მსხვერპლი და ჩაგვრის მსხვერპლი, მაგრამ მაინც არის ხოლმე ზოგჯერ რომ რაღაც დოზით მაინც ზოგი რაღაც უხეში ხუმრობით ან რაღაც დოზით მაინც დაგჩაგროთ შესაძლოა და რაღაც ანუ ხდებით დიდი იმედი მაქვს, რაზეც მაქვს საუბარი და ოღონდ და ეს არ გრძელდებოდა რაღაცა ერთი თვე, ორი თვე რაღაცა ეს გრძელდებოდა რაღაც წლების განმავლობაში, ერთგვარი სერია იყო შეიძლება ითქვას ეს დაჩაგვრის რომ რაღაცა თქვათ მასწავლებელი დაახლოებით რო აგიხსნათ მაგალითად მასწავლებელი რო ეთქვა რომ ის შეუძლია კვეთილის მოყოლა, ეგ რეპლიკები ისმოდა რაღაც დაახლოებით 20-25 ბავშვის რო აი ჩვენ სად ვიცით მაგდენი რაღაც ნიშნიანზე შეუძლია მოყვეს და რაღაცა ჩვენ მის მსგავსად არ შეგვიძლია დაახლოებით მსგავსი დიალოგებზე მაქვს მე საუბარი, რა თქმა უნდა, მსგავსი ჩაგვრის შემცველ დიალოგებზე და რაღაცა ძალიან არასასიამოვნო იყო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემთვის ვისთვის უნდა იყოს სასიამოვნო, თქვა ჩაგვრა, ხო? ჩემთვისაც ესე იყო. ოღონდ ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში და დაახლოებით ალბათ მე-11 კლასში ვიყავი, როდესაც გავაკვირდი ჩემი კლასელების რეაქციას მე როდესაც ისინი მე რაღაცას ჩაგრავდნენ და შემდეგ როდესაც პასუხს დაუბრუნებდი. და ორი გივეს ისეთ კარგად გემრიელ პასუხს როდესაც გავცემდი და იგივე მსგავსად მათ მსგავსად მოვიქცეოდი ან შესაძლოა რაღაცა მესრო რომ გაჩუმდი ხო ამოვიდა ყელში ეს შენი რაღაც სასულელური საქციელი აი ამაზე მათ უარესი რეაქცია ჰქონდათ უფრო უარესი რაღაც შესაძლოა ეთქვათ და უფრო მეტი სასაცილო იყო მათთვის ეს ყველაფერი ეს ერთი რეაქცია და მეორე რეაქცია, როდესაც ისინი რაღაც დამამცირებელს მეტყოდნენ და მე მქონდა ჩვეულებრივი რეაქცია და ან როდ გამეცინებოდა რომ ეგით აღარ მოგბეზრდათ დაახლოებით ესეთი რეაქცია რომ აღარ დაიღალეთ ან ფანტაზია აღარ გკმარათ მეტი რაღაც რომ მოიფიქროთ ან დაახლოებით გავს რაღაცას რომ ეტყოდით ხო ყოველგვარი სურვილი ეკარგებოდათ იმისა რომ ჩემთვის კიდე რამე ეთქვათ აი აბსოლუტურად აი ამაზე დავიწყე ფიქრი რომ რა ხდებოდა ეს რა მდგომარეობა იყო ან ეს ჩემი კლასელები რატო იქცეოდნენ ეს ან რა სიამოვნებას ანიჭებდათ მათ ვიღაცის ჩაგვრა მით უმეტეს რომ მე ესეთი არ ვიყავი პირიქით ყოველთვის რაღაც შეიძლება ვეუბნებოდი კომპლიმენტებს ვიღაც კარგად რომ მოყვება და გაგვიყვება დადებითად ვიყავი რაღაც არ ვიყავი ესეთი ადამიანი ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, ანუ არ შემეძლო მათი გამეგო, ან რა სიამოვნებას ნახულობდნენ ვიღაცის დამცირებაში, ხო? ან რა ხდება, ერთი ეს მომენტი იყო და მეორე ეს მომენტი იყო, რომ როდესაც მე მათ დამცირებაზე ჩვეულებრივი რეაქცია მქონდა და არანაირი ვთქვათ აგრესიას არ გამოვხატავდი მათ მიმართ, ხო? ისინი რატო წყვეტდნენ ამ ყველაფერს? ანუ რა ხდებოდა ამ მომენტში, რა იყო, ან რას ფიქრობდნენ ისინი ამ დროს, ხო? და აი ამას დავიწყე ფიქრი. ამ ყველაფერზე.
და ამაზე დღეს ხოლმე ინტერნეტი რა ვიცი ესეც ხელმისაწვდომია მაშინ ესეთი ხელმისაწვდომი არ იყო რაღაცა მაინც რაღაც ახალი ხილი იყო მოკლედ რო გითხრათ 10 წლის წინანდ დაახლოებით 10 წლის წინანდ ლაბას გეუბნებით და სადღაც მე ერთ-ერთი კლასში ვიყავით დაახლოებით რომ უკვე ოჯახში მქონდა ესეთი სრულყოფილი ინტერნეტი რა შეგვეძლო რას ვიდა და ეს მოკლედ გამოგვეყენებინა და მაშინ დავიწყე ინტერნეტში მოძიება ამ ყველაფრის ახლა ზუსტად არ მახსოვს ვთქვათ რა ვწერდი მაშინ 10 წლის წინ ინტერნეტში რაღაცა მე-11 კლასელი სოფიო და რა ფორმით ვეძებდი ამის შესახებ ინფორმაციას მაგრამ აი მაშინ როდესაც მე ამ ყველაფერს ვიძიებდი და ნახულობდი ნახე ძალიან საინტერესო ფრაზები ნახე რაღაც ადამიანის ფსიქოლოგია ადამიანის ქცევის ახსნა გავიგერო ერთადერთი ქცევა ერთადერთ კონტექსტში მქონდა გაგონილი რომ როგორი იქცევი თქვათ მასწავლებელი რო უკივლებდა ვიღაცას რომ აი როგორი იქცევი გაკვეთილზე ესე არ უნდა მოიქცე და ანუ ეს ვიცოდი თორე როგორც ასეთი რომ ქცევა ცალკე დამოუკიდებელი რაღაც რესურსი დავარქვათ მოდი რესურსი იყო ესეთი რაღაც მე არ ვიცოდი და ახალი გავიგე დავიწყე ძიება რას ნიშნავს ეს ფსიქოლოგია ადამიანის ფსიქოლოგია რას ნიშნავს ხო როგორ განსხვავდებით ყველა ერთმანეთსგან როგორ ვართ ინდივიდები და მსგავსი ტერმინოლოგიით მაშინ უნდა სიტყვების რა ხარუხი იყო ჩემთვის იმიტომ რომ აბსოლუტურად უცხო რაღაცას შევეხე მაშინ მაგრამ ფაქტის წინაშე ვიყავით ახლა დამაინტერესა და რა თქმა უნდა დავიწყე ამ ყველაფრის ძიება და მაშინ მივხვდი ძალიან ისეთ საინტერესო რაღაც იმდენი რაღაც წავიკითხე და იმდენი რაღაც ინფორმაცია მოვიძიე რომ მივხვდი რომ თურმე ეს ფსიქოლოგი არის ადამიანი რომელიც რაღაცნაირად არეგულირებს ამ შენს ქცევას შენს ქცევას სხვასთან მიმართებაში შენს ქცევას საზოგადოებაში შენს ქცევას მაგალითად ზე ნებისმიერ სხვა სივრცეში ან ოჯახში ან სხვის ქცევას სხვაც უნდა დადიოდეს ამისაც ფსიქოლოგთან რაღაც მინიმუმ შეხება უნდა ქონდეს სხვისი ქცევა რომ დაარეგულირდეს მოკლედ აი ამ რაღაც პროცესებს არეგულირებს თურმე ეს ფსიქოლოგი და რაღაცა ძალიან გამეხარდა რომ რაღაც თურმე არსებობს ადამიანი სადღაც ბუნებაში სადღაცას არსებობს მე კი არ ამყავს ცხოვრებაში დანახი ეს ფსიქოლოგი მაგრამ ბუნებაში უკვე არსებობს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი რომლებიც უკვე წლებია რაღაც თეორიებს იმუშავებენ რაღაცა გარკვეული მიღწევები აქვთ, რომლებიც სწავლობენ ადამიანის ფსიქიკას, რა ქცევას რატომ ახორციელებს, აი ესე რატო იქცევა, თქვა ვიღაცას რატომ დასცინის, ვიღაცას რატომ ამცირებს, ან ვიღაცა ყოველთვის კეთილგანწყობილი რატო, თქო ესე ფსიქოლოგები ზიან, ესე და რაღაცას იკვლევენ ეს და რაღაცებს სწავლობენ, ხო და ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი მთელი სერიოზულობით ჩავერთე ამ ყველაფერში. ანუ სხვა საფიქრალი უკვე აღარ მქონდა, საერთოდ არსებით მნიშვნელობა აღარ მქონდა ეს ჩემი კლასელები რას იტყოდნენ და როგორ იტყოდნენ და მოკლედ მივხვდი ერთ რაღაცას. მივხვდი, ეხლა შევეცდები რომ ძალიან მარტივად დაგიშალოთ, რომ მივხვდი რომ ესე იგი თუ ჩემს სკოლაში ფსიქოლოგი იქნებოდა, ან ჩემს სკოლაში ფსიქოლოგი რომ ყოფილიყო და მისთვის მომეყოლა ვთქვათ ამ ჩემი პრობლემის შესახებ, რომ ეს ჩემი კლასელები გამუდმებით მამცირებენ, შესაძლოა ის მე დამხმარებოდა. აი ამას მივხვდი ჩემით ესე დამოუკიდებლად რაღაც წაკითხული ინფორმაციის საფუძველზე, თუ მე ეს ფსიქოლოგი როგორ საჭირო ადამიანი ყოფილა. და რაღაცნაირად გამიჩნდა აი და სულ ამ ინფორმაციებს ვეძიებდი მოკლედ ინტერნეტში, სულ რაღაცას ვკითხულობდი და აი ეს გახდა ჩემი ერთგვარი ჩასაჭირი, რომ ფსიქოლოგი არის ადამიანი, რომელიც რაღაცებს დაგირეგულირებს ცხოვრებაში, რაღაცებს დაგაწყობინებს თანმიმდევრულად. და ეხლა ფიქრი იმის შესახებ, რომ ჩემს სკოლაში ოდესმე ფსიქოლოგი არსებობდა, ძალიან არარეალური იყო, იმიტომ რომ მაშინ 11 კლასში ვიყავ, მე 12 კლასში ერთ წელს უკვე სკოლას ვამთავრებდა, ძალიან ბედნიერი ვიყავ, რომ იმ სკოლაში ვშორდებოდი და საერთოდ არანაირი კავშირი და ფსიქოლოგი აღარ მჭირდებოდა იმათი და საერთოდაც. ხო და მოკლედ ესე ძალიან ჩემს ფიქრებში ვარ ჩემი სამყარო მაქვს უკვე. და მივხვდი იმას, რომ თქვათ, ვაი და ესეთი არ ვიცი, ოღონდ ეს ფსიქოლოგია სად ისწავლება, როგორ ისწავლება, რანაირი სახით ვინ ასწავლის საქართველოში რაღაც, დავიწყე მოძიება ვინ ასწავლის და დავიწყე ფიქრი იმის შესახებ, რომ თქვათ, კარგი, მე არ მეშველა და ვიღაც ფსიქოლოგი არ ყავს ჩემს სკოლაზე, არ დამეხმარა, მაგრამ მარტო ჩემს სკოლაში ხო არ არის მსგავსი პრობლემა. ანუ სხვაგანაც ხომ არის მსგავსი შემთხვევები. ან მე კარგი დავამთავრებ სკოლას, მაგრამ ხომ მოდიან უკვე სხვა კლასები. არა, სხვა კლასებშიც ხომ შეიძლება იყოს მსგავსი პრობლემა. ჩაგვრის პრობლემაზე მოხდა ამ შემთხვევაში საუბარი და აი, თქვათ მე რომ ჩავაბარო ამ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, თქვათ მე რომ გავხდე ფსიქოლოგი და სკოლაში დავიწყო თუნდაც. ანუ ეს ჩემი ფიქრია მაშინდელი რა თქმა
უნდა. სკოლაში დავიწყე სკოლის ფსიქოლოგად მუშაობა. ანუ მე ხო უკვე კარგად და ასეთი ფაქტის წინაშე რო დავდგენ, მე ხო უკვე კარგად მეცოდინება ამ ბავშვების მდგომარეობა. თქვა რას განიცდიან ისინი და მე ხო თქვა უკეთესად დავეხმარები, თქვა სხვა თუ არაფერი, მე ხო მესმის მაინც იმის, რომ რას განიცდის იმ კონკრეტულ მომენტში, როცა მისი კლასელი ჩაკრას. აი, სკავსად დავიწყე ფიქრი და აზროვნება. და ნუ სერიოზულად ერთ-ერთ მიზნად დავისახე, რომ რაღაცა ძალიან მინდოდა, რომ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩამებარები, ალბათ სკოლის ფსიქოლოგობას არ გაცდებოდა ჩემი ფიქრები, რა თქმა უნდა, სულ ფიქრობდი, რომ აი სკოლაში ბავშვებს ანუ ვიღაცა დავხმარებოდი, ეს ვიღაცა იქნებოდა ვქა დაჩაგრული ბავშვი. აი ესეთი ვიწროდ ფიქრობდი მაშინ იქ მომენტისათვის და ნუ გავამხილე ერთ დღესაც უკვე მე-12 კლასში ვარ, რომ რაღაცნაირად ახლა დაიწყე საუბარი ვის რა პროფესია უნდა, რაზე უნდა ჩაბარებოდი და ეს ძალიან მინდოდა რომ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩამებარებია და მაშინ იმდენად უცხო იყო ეს რაღაცა. ეხლა შესაძლოა ბევრ თქვენგანს გაგიცინოთ კიდეც და რაღაცა არასერიოზულადაც არ გქონდეს, ან გაგონილი გქონდეთ, რომ ფსიქოლოგი იმ დროისათვის იგივდებოდა გიჟების ექიმთან. ანუ ეს ძალიან ჩვეულებრივად გიჟების ექიმი უნდა იყო და რაღაცა მსგავსი რეაქციები ქონდა. და ოჯახში, როდესაც თქვი, ზოგადად ოჯახს ძალიან დიდი როლი აქვს პროფესიის არჩევისას, იმიტომ რომ მშობლებს მათ რაღაც გამოცდილება აქვს და რაღაცა უნდათ რომ გამოცდილება თუ არა მაგ თქვათ დედას რაღაცა ძალიან უნდოდა ახალგაზრდობაში რომ რაღაც მასწავლებელი გამხდარიყო მაგალითად და ვერ გახდა რაღაცაება შეუშალეს ფაქტორებმა ხელი და ანუ ის ცდილობს დედა ყოველთვის ცდილობს რომ ის თვითონ თუ ვერ გახდა მაგალითად მასწავლებელი რომ მისი შვილი მაინც გახდეს მასწავლებელი რაღაცნაირად და აი სულ უჩიჩნებს მასწავლებელი უნდა გახდე მასწავლებელი ვერ გავხდი და შენ მაინც გახდე რაღაც ესეთი ისინი არის ხოლმე ზოგადად ოჯახებში შესაძლოა თქვენ რომელიმე თქვენგან ეს ოჯახშიც იყოს მსგავსი ფაქტი და ჩემს ოჯახში რაღაცნაირად მსგავსი ფაქტი არ ყოფილა მაგრამ საკმაოდ ძლიერი ვიყავ მათემატიკაში რაღაც კარგად შემეძლო მათემატიკური ოპერაციების განხორციელება მარტივად შემეძლო და ოჯახს ჰქონდა აჩემებული რომ აუცილებლად მათემატიკის მიმართულებით უნდა წავსულიყო რა ფსიქოლოგია რა ფსიქოლოგიაზეა საერთოდ საუბარი ფსიქოლოგის ცხოვრებაში ნანახი არ აყავს რა ფსიქოლოგი უნდა გამოხვიდე ხოლმე საერთოდ და აი ეკონომიურზე უნდა ჩაბარო მათემატიკის ფაკულტეტზე უნდა ჩაბარო შენს მსგავსად ახლა მათემატიკა ვინ იცის ხო უნდერკინდი ყავს ჩემ მშობლებს ჩემი სახით და რას ლაპარაკობ ნუ მთელი ეს ისინი იყო მოკლედ ხაზი ოჯახში რომ აუცილებლად ეკონომიურზე უნდა ჩაბარო მათემატიკის ფაკულტეტზე უნდა ჩაბარო და აი რაღაცა ეს გრძელდებოდა მაგრამ მე მაინც დინჯად ვაგრძელებდი რომ არა მომავალი ფსიქოლოგი ყავს ჩემი სახით რაღაცა ესეთ ბავშვური ისინი მქონდა ну რა თქმა უნდა ახლა და დადგა ის მომენტიც რომ უნდა შევავსო ეს აბიტურიენტის რაღაც 2013 წელს ვიყავი აბიტურიენტი 7 წლის წინ და რაცა რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში რაღაც მხრივ გავითვალისწინე ჩემი მშობლების აზრი დარჩევა და ესეთი რაღაცა უთხარი მაშინ რომ მაშინ ესე მოვიქცეთ თქო მე ხო ძალიან მინდა ეს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარება და რაღაც და ესე გავაკეთოთ თქო ჩემი აზრსაც რაღაცნაირად ეცით პატივი და მე თქვენს აზრს ვცემ პატივს და მაშინ 2013 წელს ჯავახიშვილს თესეულს ჰქონდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ანუ რამდენიმე მიმართულება იყო გაერთიანებული და იქ შედიოდა ფსიქოლოგიის მიმართულება და მაშინ ესე გავაკეთე თქო, პირველი ჩავწერო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს და დანარჩენ 4-ს თქო, სულ 5 ფაკულტეტი ჩაწერას ვაპირებ მაქსიმუმ. დანარჩენ 4-ს ჩავწერე ეკონომიკას თქო და რაღაცა ესე მშობლები მანიპულირებდი მაშინ რომ თუ იმათ რომელიმეზე მოხდები, იმიტომ რომ არც ცაგაში არ ვემზადებოდი და რაღაცა არ ვემზადებოდი ისე ჩავაბარი გავეტი ეროვნულებზე და რაღაცა ვერ წარმოედგინათ რომ პირველსავე ფაკულტეტზე შეიძლება ჩამებარებინა. და ვიდა დაიძინათ ეს რაღაცა გარკვეულ რამდენიმე თვეს და ну გავიდა ხა ჩავაბარე ეს ეროვნულები რაღაც კულები მივიღე რაღაცა დადგა ახლა ის რომ გავიგო სად ჩავირიცხე როგორ ჩავირიცხე დაიდო ეს ჩვენი არჩეული მიმართულებები და მოხდა ის რაც მოხდა ჩავაბარე ფსიქოლოგიის მიმართულებას ანუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ძალიან გამეხარდა იმიტომ რომ ჩემს ოცნებას რაღაც მხრივ ფრთები შეესხა და ეს თანდათან ვუახლოვდებოდი აი ამ ნაბიჯით ვუახლოვდებოდი ჩემს მიერ იმ სკოლის ფსიქოლოგს რომელიც სკოლაში მითოდა რომ
რა თქვით რომ დავხმარებოდი ეს ხო კაფე თავიდან როცა თქვით ძალიან ბედნიერი ვიყავ რა თქმა უნდა პრობლემაც მიიღეს ახლა ეს ჩემი გადაწყვეტილება და რაღაც ჩვეულებრივად კი დაწყდათ ახლა გული რომ რა ძლიერი ხარ მათემატიკაში და რა კარგავ ამუნარებს მაგრამ ნუ არა უშავ მაშინ აუხსენი მშობლებს რომ არა უშავს მათემატიკალური უნარები და რაღაც ლოგიკურას უნარები ყველგან საჭიროა ყველა პროფესიაში საჭიროა და ამ ჩემს ფსიქოლოგიის მიმართულებაზეც როგორიც გვირდებით რომ შეიძლება გამოვიყენო ეს ჩემი მათემატიკური უნარები და რაღაც არ მივატოვებ ამ მათემატიკას მოკლედ და ჩავაბარე ამ ჩემს არჩეულ ფაკულტეტზე ძალიან გახარებული ვარ და ბედნიერი იმიტომ რომ მიზანს მივაღწიე რაც დასახული მქონდა რაღაც ჩემით დამოუკიდებლად და დავიწყე სწავლა და პირველი საგანი რაც წამეკითხა ეს ხო ფსიქოლოგიის შესავალი ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები, ფსიქოლოგიის საფუძვლები და მათ მივხვდი რომ ძალიან ცუდად იყო ჩემი საქმე. მითქი რა კვლევის მეთოდები, რაში მჭირდება მე სკოლის ფსიქოლოგი უნდა გავხდე, იქ ვიღაცებს უნდა დავეხმარო, უკვე ძალიან ის ვარ, ხელგაშლილი რომ იქ ვიღაცას პრობლემა უნდა გადავუჭრა, იქ კლასში დაურეგულირო სიტუაცია და რაში მჭირდება ახლა ამათი კვლევის მეთოდები ხო აი რაში მჭირდება? ანუ არა რა მექნა ახლა სხვა გზა არ მქონდა იქ ჩარიცხული ვიყავ და მე სწავლე ჩვეულებრივად შესაბამისად სწავლობდი კიდეც და მე ძალიან მალე სადღაც ნოემბრის თვიდან მივხვდი რომ ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები მე ვერაფერს ვერ მასწავლი და მოდი მეთქი სადმე წავალ ახლა სტაჟირებაზე მაინც წავალ სადმე თქო იცით ახლა რაღაც ძალიან აქტიურად არ მოხალისეთ სადმე რომელიმე ორგანიზაციაში რომ ნახო ეს ფსიქოლოგები რას მუშაობენ ერთი როგორ მუშაობენ და ნუ სექტემბერში ჩავირიცხე სტუდენტი გავხდი და უკვე ნოემბრის თვიდან ძალიან შემთხვევით მოვხდი ერთ-ერთ გამოფენაზე სადაც გამოფენილი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ გაკეთებული ხელნაკეთი ნივთები. და მაშინ დავინტერესდი ვინ არიან ეს ხალხი, რას წარმოადგენენ საერთოდან და ეს ნივთები, როდესაც ვნახე, მივხვდი რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონეები ისინი კი არ იყვნენ, იმათ ფონზე ვიყავი მე, იმიტომ რომ იქ ჩაგაკეთებული ნივთებიდან და რაღაც სუვენირებიდან არც ერთი გაკეთების უნარი მე არ შემწევდა რეალურად, ხო? და რაღაცა ძალიან დამაინტერესა ამ ხრივ ეს ხალხი ვინ იყო ზოგადად და გავიგე რომ ესენი რაღაც ორგანიზაცია არის, ეს სოციალური თერაპიის სახლი, რაღაც საოჯახო ტიპის ფრის ცენტრია მოკლედ და გავიგე მათ შესახებ და რაც მოვიძიე რაღაც გარკვეული ინფორმაცია რომ იქ ცხოვრობენ დღის განმავლობაში მიდიან ადამიანები რომელსაც აქვს სხვადასხვა დარღვევა მაგალითად დაუნის სინდრომის მქონე, აუტიზმის მქონე, ესე ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე და რაღაც სხვადასხვა დარღვევის მქონე ადამიანები იქ მიდიან და რაღაც ხელსაქმით არიან დღის განმავლობაში დაკავებული. და ადექი და მივედი ესე პირდაპირ ესე გამოვეცხა და იმათა უთხარი რომ ძალიან მინდა რომ თქვენთან ვიხალისო თქვენთან თქო და ნუ თავიდან ძალიან სკეპტიკურად კი შევხედეს რომ რატომ მოხვედი აქ და უთხარი მეთქი ეს თქვენი გამოფენა ვნახე თქო და ძალიან დამაინტერესა და მომინდა იმ ადამიანის გაცნობა ვინც ამ ყველაფერს აკეთებს. და ცოტა ხანს ვიქნები თქვენთან თუ შეიძლება თქო და ნუ დარწმუნებული იყვნენ რომ ეს ჩემი ცოტა ხანი იყო ალბათ 2 დღე მაქსიმუმ ისიც და 2 დღეში გამოვიქცეოდი იქიდან და მიხეს კარგია ჯანდაბასო მოდი ხო და რომ მივედი ბავშვებო იქ დახვდა ძალიან კარგი გარემო. გითხარით რომ იქ სხვადასხვა დარღვევის მქონე ადამიანები იყვნენ თქო, მაგრამ საერთოდ არ იგრძნობოდა რომ ვიღაცას რაიმე დარღვევა ჰქონდა, ან რაღაც მხრივ შეფერხება, ან ვიღაცა რომ ეტლით გადაადგილდებოდა, საერთოდ არ უშლიდა ვთქვათ თექაზე მუშაობაში ეს ეტლით გადაადგილება ხელს ვთქვათ. იცით თექა რა არის? ცოტა ჩაგთოთ მინდა ახლა. იცით რომელიმე თქვენგანო თექა რა არის? არა, რაღაც დუმხართ. კარგი, თექა არის ცხვარს ბეწვს რო გაპარსავენ, რო მოჭრიან ბეწვს. კიო დამიწერა ნინი ქამუშაძემ, ძალიან კარგია ნინი. იმ ბეწვს ან მატყლს დაამუშავებენ, გარეცხავენ, გაასუფთავენ, შემდეგ შეხებავენ შესაბამისი ფერით, რა ფერით უნდათ რომ იყოს, მაგალითად მწვანე, წითელი, ნებისმიერი სხვა ფერის ტონალობით, აი იმ მატყლს დაამუშავებენ შემდეგ და აი იმ თექისგან იმას ქვია უკვე დამუშავებულს, აი ამ მატყლს დამუშავებულს ფერმიცემულს ქვია თექა და აი იმისგან აკეთებენ სხვადასხვა ნივთებს და ნუ აი ამ თექაზე მუშაობდნენ, ხეზე მუშაობდნენ, რაღაც სხვადასხვა მოკლედ
სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდნენ და ძალიან საინტერესო იყო მათთან მუშაობა და ეს ყველაფერში ვეხმარებოდი. აი ამ თექაზეც მუშაობდი, ხეზე კვეთდნენ რაღაც ვაწვდიდი რაღაცებს, ხეზე კვეთა არ ვიცოდი, არ შემეძლო არასოდეს და ხატავდნენ იქ რაღაცებს ვაწვდიდი, ვუმზადებდი, ასე ვუკითხავდი მათ დღის განმავლობაში. ხა მთელი დღე რა უნდა აკეთო, ხო? ხა მთელი დღე ხა ერთი რაღაც სხვა გააკეთებ. და რაღაც ვუკითხავდი, რაღაც ჩემი ის მქონდა განრიგი რომელ დღეს რა უნდა გამეკეთებიო თქვა მათთან. ანუ მათ კი ეგონა რომ ძალიან მალე გამოიქცეოდი, მაგრამ წელიწადი და ერთი თვე ვიყავი მათთან, მოკლედ ესე სრულყოფილად, რომ რაღაცა ჩემი განრიგით და ძალიან კარგი მივხვდი, რომ შეზღუდული შესაძლებლობა იმაში მივხვდი, რომ არ არსებობს უბრალოდ არ არსებობს და თანდათან ამ უნივერსიტეტში ამ ჩემ ფსიქოლოგიის საფუძვლებს რომელთაც მეგონა რომ მე იქ ვერ მივახწევდი სადაც მინდა და დაემატა სხვადასხვა საგნები შეიცვალა და მე მივხვდი რომ ის ფსიქოლოგიის საფუძვლები და ფსიქოლოგიის ისტორია რომ არა ანუ თან მოკლედ გეტყვით სახლს რომელსაც საძირკველი არ აქვს სახლი სრულყოფილი ვერ იქნება ძალიან მალე ჩამოგენგრევა ხო თავზე და ზუსტად ესე იყო ის საგნები რომლებიც მე გავიარე თქვა და რომლითაც მეგონა რომ მე ჩემ მიზანს ვერ მივახწევდი და ნუ რაღაცნაირად მე დავაფასე ის ფსიქოლოგიის საფუძვლები თუნდაც და რაღაცნაირად მივხვდი რომ ძალიან კარგი იყო პირიქით და გამევლო მე რომ თქვა რაღაც შემდგომ რაღაც უფრო მეტი და მნიშვნელოვანი ამეთვისებინა. აი ამ სოციალური თერაპიის სახლის პარალელურად გავდიოდი ძალიან ბევრ ტრენინგს. ანუ მივხვდი რომ რაღაცნაირად ეს ანუ მხოლოდ უნივერსიტეტის ცოდნა ძალიან კარგი იყო უნივერსიტეტის ცოდნა. კარგი იყო კი არა და ეს იყო საფუძველი როგორც ითხარი, საძირკველი არის და უნივერსიტეტის ცოდნა რო არა, თქვათ რაღაცა სხვა ტრენინგებს, სხვა სწავლებას, არაფორმალურ განათლებას ვერ დავაშენებდი ამ ყველაფერს. და ამიტომ დავიწყე სხვადასხვა ტრენინგების გავლა. და მაინტერესა მაგალითად ბავშვთა ფსიქოლოგია. ანუ მოკლე კურსები რა თქმა უნდა ეს არ იყო რაღაცა ისეთი 6 თვიანი და 1 წლიანი რაღაცა, ვთქვათ 5 დღიანი ბავშვების ფსიქოლოგია. მოზარდის ფსიქოლოგია, მოზრდილის ფსიქოლოგია, ტყუილის ფსიქოლოგია, ადამიანის ფსიქიკური განვითარება, ადამიანის ქცევა და ძალიან ესე მოკლე ტრენინგები, რომ ზოგადად ცოდნა დამეგროვებინა, ვთქვათ მე. პარალელურად აი ამ ჩემი თქვათ უნივერსიტეტის პარალელურად მოხდა ისე რომ აი ამ ტრენინგებში ჩავერთე რაღაცა გავიღრმავე ჩემი ცოდნა უფრო მეტად და მივხვდი იმას რომ ფსიქოლოგები მარტო სკოლაში კი არ მუშაობენ ძალიან ბევრ სხვადასხვა დაწესებულებაში ფსიქოლოგმა შესაძლოა იმუშაოს ბანკშიც ფსიქოლოგმა შესაძლოა იმუშაოს რომელიმე სპორტულ გუნდში, რომ ნებისმიერ სპორტულ გუნდს წესით. შესაძლოა ცეკვის ანსამბლში, მაგალითად, იმიტომ რომ რაღაცა ფსიქოლოგი სჭირდებათ. ანუ მივხვდი რომ ორგანიზაციაში, საზოგადოებაში, თქვათ, სადაც შესაძლოა იყოს 10-ან მეტი ადამიანი, თუნდაც 8 ადამიანი, ფსიქოლოგი ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს. და ეს ძალიან გამეხარდა და ძალიან რაღაცნაირად ბედნიერი ვიყავი, რომ მარტო სკოლაში არ არის თუმე საჭირო ფსიქოლოგები და დავიწყე ამ ყველაფრით უკვე ну სხვადასხვა განათლების მიღება მოკლედ რო ვთქვა რაღაც ერთადამი და პარალელურად აი ამ ყველაფრის პარალელურად ყავდა მოსწავლეები ოღონდ ჩემი მოსწავლეები ყოველთვის იყვნენ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები საგანმანათლებლო საჭიროება არ ვიცი იცით თუ არა რომელიმე თქვენგანო მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ იცით ეს არის ადამიანი რომელსაც ჭირდება ანუ სკოლაში თქვენ გადიხართ ეროვნული სასწავლო გეგმით ხო ჩვეულებრივად გაქვთ განსაზღვრული მაგალითად ლაურა თქვენ რომელ კლასში ხართ მე ვარ მე 10 კლასში მე 10 კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით გაქვთ განსაზღვრული რაღაც უნდა დაასწილიოთ მაგალითად ქართულში რაღაც გარკვეული მასალა და ნუ შესაძლოა ყავდეს კლასელი რომელიც ვერ ძლევს ამ ეროვნულ სასწავლო გეგმას. იმისათვის იქნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ანუ რაღაც გამარტივება ხდება საგნების. იმიტომ რომ შენ თუ ხარ განვითარების დონით, შენ ხო ხარ 10 კლასში, ну წესით ხარ 16 წლის. განვითარების დონით ხო ხარ 16 წლის ადამიანის დონეზე. ის ვიღაც შესაძლოა შენი კლასელი აპირობდათ, ვიღაც განვითარების დონით იყოს თქო 10 წლის ადამიანის დონეზე. ანუ მას ჭირდება მას აქვს საგანმანათლებლო საჭიროება. ან რაღაც გაცილებით მეტი რესურსი ჭირდება რაღაცის სასწავლოდ. ან ეს ძალიან რა თქმა უნდა რამდენიმე სიტყვით გეუბნებით რომ უბრალოდ ვინც არიცით რაღაც ზოგადი ინფორმაცია გქონდეთ რა თქმა უნდა.
და მუშაობდი ესეთ ბავშვებთან. ძირითადად ჰქონდათ ინტელექტუალური განვითარების დარღვევა, ან განვითარების დონე თუ იყო თქვა 10 წლის განვითარების დონით იყო 8 წლის ადამიანის დონეზე. და ეს ჩემი მათემატიკური ცოდნა და უნარები, რომლებიც ჩემი მშობლები ესე თავს იკლოდნენ, გამომადგა აქ დადგა ის და ეს მეხმარებოდა ეს უნარები იმაში, რომ ვთქვათ, რაღაცა ერთი კონკრეტული განტოლება, ან ერთი კონკრეტული მაგალითი რამდენიმე სახით ამეხსნა მათთვის, რამდენიმე ხერხი მეჩვენებინა მათთვის აი ამ ახსნის და ამ ხრივ მადგებოდა, ვთქვათ, და დღესაც ეგრე მადგება რა თქმა უნდა. ნუ გითხარით, რომ უნივერსიტეტს პარალელურად სხვადასხვა გავიარე მე სტაჟირებები მარტო იმ სოციალური თერაპიის სახს არ დავჯერდი რა თქმა უნდა. ვიყავი სტაჟირებაზე ბაღში, იმიტომ რომ ბაღის ასაკის ბავშვები ძალიან მაინტერესებდა, ვთქვათ, როგორ იყო მათი განვითარება, რა სწავლობდნენ, რა ინტერესი ჰქონდათ, რა ცნობიერება, ესე ძალიან დეტალურად მაინტერესებდა. ბაღის შემდეგ გავიარე სტაჟირება სკოლაში, სპეციალურ მასწავლებლად და რაღაცნაირად ძალიან შემიყვარდა ის ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებდი. და მივხვდი იმას, რომ ეს ყველაფერი ესე უნდა მომხდარიყო და ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ის ჩემი ყოველდღიური საქმე, რასაც ვაკეთებდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დამღლელი იყო ეს ჩემი, თქვათ, დღე. იმიტომ რომ ერთი დღეც კი არ ყოფილა, როცა მე არ მიმუშავე. ესეთი დღეს, აი, მე ვერ ვიხსენებ ბოლო 7 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ყოველთვის მუშაობდი. მუშაობდი, ნუ გითხარით, რომ სტუდენტობის პერიოდში მოსწავლეები მყავდა თქვა და ფაქტობრივად ყოველ დღე მინიმუმ ერთი მოსწავლე მყავდა. მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, რომ მე ვიღაცას ვეხმარებოდა, ვიღაცას ჩემი ცოდნით რაღაცაში ვადგებოდი, რომ აი ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეს შინაგანად ვიყავი ძალიან მოტივირებული. თქვა, ზოგჯერ ყოფილა მომენტი, რომ მოსწავლეს რაღაც ამიხსნია ერთხელ, ნუ რაღაც ვერ გაუგია, 2-ჯერ, 5-ჯერ, 10-ჯერ. ეს რაღაც ვერ გაუგია და აი ძალიან ცუდად ვიყავი შინაგანად, რომ მას აი ქანა იმას ვამბობდი, რომ იმან ვერ გაიგო, რაღაც ჩემ თავზე ვწუხდი, რომ მე ვერ ავუხსენ იმას ეს რაღაცა. ძალიან განვიცდიდი, რომ აი რაღაც ძალიან და მე-11 განკვეთილზე როგორღაც გაუგია და აი ისეთი ბედნიერი ვიყავი ბავშვები და იმ ხელა ბედნიერებას მანიჭებდა მე ეს ყველაფერი, ის 10 განკვეთილის საერთოდაც მავიწყდებოდა. უკან პლანზე გადადიოდა, რომ თქვათ იმ 10 განკვეთილს საერთოდ აღარ თვლიდი, საერთოდ და იმ მე-11 განკვეთილზე ვიყავი ორიენტირებული, ძირითადად ესეც საფით იყო. ნუ შემდეგ და რა თქმა უნდა პერიოდშივე გავიგე რომ იყო რაღაც ექსპედიცია იყო ჯავახეთში. თუ გავიგე რომელიმე თქვენგანს ჯავახეთის შესახებ. ქეთის და ანა ბურჯანაძეს არ ვეკითხები. ჯავახეთის შესახებ თუ გავიგე რომელიმე თქვენგანს. ან სად არის? აბა გეოგრაფიაში რომელი ხარ ძლიერ. არ გაგიგიეთ არცეც? საქართველოს კუთხე, სამხრეთ ჯავახეთი. ხო, აი ძალიან კაი გოგო ხარ, მაგრამ კონკრეტულად სად არის მარია? მარია მამიპასხა, ხო? აი დაახლოებით საქართველოს სამხრეთ ნაწილში. სამხრეთ ნაწილში, გადასარევი გოგო მარიამ უკვე მომწონს. სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და ჯავახეთის შესახებ მეც მარიამის გავსად ერთი ის მქონდა გაგონილი. ერთი ის მქონდა გაგონილი, რაღაც იმაში ვიყავი, ნამყოფი რაბათში ვიყავი, ახალციხეში და იმისაკეთ საერთოდ რამე თუ ხდებოდა საერთოდ ქართველები ცხოვრობდნენ, ის აზრზე არ ვიყავი და სტუდენტობის პერიოდში გადავწყვეტე, რომ მოდი ერთთვიანი ექსპედიცია იყო და მათი წავალ ამ ჯავახეთში რას კარგავ, თან უფასოა თქვა და წამოვედი ამ ჯავახეთში და ჩამოვიდა დახვდა სიტუაცია როგორი. დამხვდა, ესე იგი, ქართველების წარმოიდგინეთ სამცხე ჯავახეთი ახალციხე, საკეთ ასპინძა ჯავახეთი არ უშუალოდ. ასპინძა, ახალქალაქი, ნინოწმინდა. დაახლოებით რო გითხრათ, შესაძლოა გაგონილი გქონდეთ ეს ქალაქები, თუ არა გაქვთ გაგონილი არც ეგ არ არის პრობლემა და აი ამ სამ ქალაქში და რა თქმა უნდა ძალიან ბევრ სოფელში გარშემო აქვს რა თქმა უნდა 9 ქართული სოფელი აქვს და დანარჩენი სოფლებიც აქვს რა თქმა უნდა მოსახლეობის მხოლოდ 2% არის ქართველი. გადავირიე, ესეთი რაღაცა როგორ შეიძლება? ხო, აი, როგორ შეიძლება ვთქვათ, ეხლა რო ვთქვათ, რომ იმერეთში მოსახლეობის 2% ქართველი, დაახლოებით ეს რა. და გავიგე სამცხე ჯავახეთში არის მოსახლეობის 2% ქართველი, правда. ახალქალაქში კერძო თორემ მთლიანად სამცხე ჯავახეთში 40%-ია ქართველი მხოლოდ. მხოლოდ 40%. ახალქალაქში მხოლოდ 2%, ამხელა ქალაქში, როგორ შეიძლება?
ძალიან შემძრა ამ ყველაფერმა, ძალიან ვინერვიული რაღაცა, მაგრამ რას ვიზამდი ახლა სტუდენტი ხარ და ინერვიული რამდენიც კიდე ვის რა შეაინტერესებს შენი ნერვიულობა. აქამდეც ესე იყო გენაცვალე ეს და ახლა მომავალშიც ესე გაგრძელდებოდა. აი ამ სწავლის პარალელურად ყოველთვის ფიქრობდი, რომ რა შეიძლება გავაკეთო ისეთი, რომ ამ ეს ჩემ პროფესიას მქონდეს, ამ ჩემ პროფესიას და თან ჯავახეთსაც როგორღაც წავადგე. ნუ გითხარით 2017 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი და მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც რაღაც არ იყო მარტივი და გადაწყვიტე რომ წამოსულიყავი ჯავახეთში. იმიტომ რომ რაღაც ამ გული შემტკიოდა, მოკლედ ეს მთელი არ ვიცი ეს ბავშვობის კომპლექსები იყო თუ რაღაცა და ეს ჩაგვრა და ძალიან გაჩაგრული იყო სამწე ჯავახეთი ქართველების ნაკლებობით და ვიფიქრე მოდი წავალ ჯავახეთში. ნუ შესაძლოა ხა რამე ისეთ მნიშვნელოვანი კი ვერ გავაკეთო იქ და იქ რაღაც მწვერვალები კი ვერ დავიფხრა, მაგრამ გაფუჭებითაც არაფერს არ გავაფუჭებთ და ნუ რაღაც სანაცნობოწრე მყავდა უკვე თქვათ სკოლაში, რაღაც სკოლის დირექტორს ვიცნობდი, ერთადერთი ქართული სკოლაა ახალქალაქში, სხვები არიან სომხები ბავშვები. ორი სომხური სკოლა, ორი რუსული სკოლა და ერთადერთი ქართული სკოლა და მე ქართული სკოლის პერსონალს ვიცნობდი რა თქმა უნდა. გადავწყვეტე რომ მოდი ვეთქვი ხა ამ ქართული სკოლის დირექტორს რომ იქნება ეს ფსიქოლოგი კი ჭირდება რამეში, რა იცი რა ხდება და ეს ალბათ ჩამოვაკითხე, ჩამოვბარდი რომ რაღაც ესეა ჩემი საქმე თქო და მინდა რომ ჯავახეთში რამე გავაკეთო თქო ჯერ мотиваციები მაქვს რაღაცა სასაწვდენილი ძალიან მინდა რომ რაღაც დავიფროცო როლები მოკლედ გადაირივნე რას ლაპარაკობ აქ თუ ვინმე თავის ფეხით ჩამოვა და პირიქით ძალიან დიდი სიამოვნებით მიგიღებთ მოკლედ მიმიღეს აქ ჩამოვედი ჩემს აბსოლუტურად უცნობ ხარეში რაღაცა რამდენჯერმე ვიყავდი ნამყოფი რაღაცა ისინი ძალიან და მომცე საცხოვრებელი რა თქმა უნდა და მითხრეს ესეთი რაღაცა რომ რეალურად ძალიან კარგად იცი ალბათ რომ ყველგანო საჭიროა შენი პროფესია ფსიქოლოგი ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა ქართულ სკოლაში ფსიქოლოგია და ასე გვჭირდებოდა ადამიანი ვინც იმუშავდა სხვადასხვა დარღვევას მქონე ადამიანებთან მაგრამ ჩვენ არ ყავდა ფიზიკურად კადრიო და ანუ შესაბამისად ვერც ამ და შესაბამისად ვერ ვაკეთებდითო რაღაცა ისეთო მოყავდა განცხადებას რომ თქვა ვიღაცა ფსიქოლოგი ჭირდება აი მაგალითად ჩვენს ვერ ვეუბნებოდითო რომ მაგალითად თქვენ შულს რაღაც დარღვევა აქვს ან რაღაცა სჭირდება იმიტომ რომ ფსიქოლოგი ფიზიკურად კადრი არ ყავდაო რომ თქვა რაღაცა ალტერნატივა შეგვეთავაზებინა მშობლისთან რაღაც შეგვეთავაზებინა რომ თქვა ისაო და ჩვენ თუ ჩამოხვალ და მაქსიკეთეს გააკეთებ რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნებაო და კარგსაც იზიამდა მოკლედ 3 წლის წინ ჩამოვედი ჯავახეთში ახალქალაქში დღესაც გერთვით ახალქალაქიდან თავიდან დავიწყე ფსიქოლოგად მუშაობა ავიცანი აქავის საზოგადოება რაღაცა ძალიან კარგად მიმიღეს გულით მიმიღეს იმიტომ რომ მიხდნენ არანაირი სარგებელი მე მათგან არ მინდოდა არაფერი მე მათგან არ მჭირდებოდა პირიქით თუ კი რამეს ვაკეთებდი რაღაცა მათთვის ვაკეთებდი ნუ სიმართლე რომ გითხრათ არაზღაურება ისეთი არაფერი არ მქონდა 320 ლარი მქონდა თავიდან ხელფასი და მაგრამ მაგითაც კმაყოფილი ვიყავი და ძალიან ბედნიერი ვიყავი იმიტომ რომ მე ჩემი შრომით მქონდა ჩემი ცოდნით მქონდა და რაღაც არავინ არ დამხმარებია ამ ყველაფერში დღემდე ისე მოვედი რაღაცა არც საჭირო არ მქონია ამის რაღაცა ძალიან მიხაროდა მოკლედ და მე უკვე დავფიქრდი რომ ფსიქოლოგი მე ისედაც ვიყავი და თქვა როგორც ფსიქოლოგს ისედაც შემეძლო დახმარება და კიდე როგორ რა შემეძლო გამეკეთებინა თქვა ამ სკოლისათვის და ჩავაბარე რა თქმა უნდა დამატებით გამოცდები ავიმაღლე კვალიფიკაცია გავიარე ტრენინგები და სწავლება და დღესდღეობით ვარ ქართული სკოლის სპეციალური მასწავლებელი ქართულ სკოლაში მუშაობ სპეციალურ მასწავლებლად რომელიმე თქვენგანს თუ ყავს სკოლაში სპეციალური მასწავლებელი ზაურას აქვს მხოლოდ ეკრანი ისა კამერა ჩართული და არ მინდა რომ მხოლოდ მას ვკითხო რაღაცეები და სხვაებიც თუ დამენახებით და რაღაცა თუ ჩაერთვით კარგი იქნება. საათის მეგონა რომ ადრე იყო. მაგრამ შეხება კამერას ინტერნეტის დაბალი შაქს ინტერნეტის დაბალი სიხშირე და კი არაუშავს კი ბატონო. აბა თუ სპეციალურად თუ იცით ვინ არის რა უნდა რას მოითხოვს. სპეციალური საჭიროებების ბავშვებს ეხმარება, მაგრამ ჩვენ არ ყავს სკოლაში რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. თქვენ რომელი რაიონიდან გვერდით მარიამ? თბილისიდან. თბილისიდან კარგი. კარგით. ანუ მუშაობ სპეციალურ მასწავლებლად, მარიამმა სწორად თქვა არა ჩართო. ისა ხელვაჩაურის სკოლას ყავს, ძალიან კარგია, მიხარია, იმიტომ რომ მრავალი სკოლებს ყავთ ბავშვებო, უკვე რაღაცნაირად შემოდის ეს კულტურა. სპეციალური მასწავლებელი ეხმარება
როგორც ვთქვი, საგანმანათლებლო საჭიროებებს მქონე ადამიანებს, ან რაღაც დარღვევებს მქონე ადამიანებს, რომელსაც აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები. ქართულ სკოლაში ყავს 5 ესეთი მოსწავლე და რაღაცნაირად ვცდილობ მათ დავეხმარო. მართლა, ამით არ ვწყვეტ, რა თქმა უნდა. დღესდღეობით მე ისევ სტუდენტი გავხდი. ამ ჩემს განათლებას არ ჯერდები და არ ვკმაყოფილდები იმით ვთქვათ, რა განათლებაც მაქვს, იმიტომ რომ ყოველთვის ვეძიებ რაღაც ახალს, ყოველთვის ვცდილობ რა ახალი გავიგო. ოღონდ ეს ყველაფერი არ არის მარტო ჩემი თავისთვის, რომ აი მე გავიგო რაღაცა და იქ რაღაც კარგი უფრო კარგად წარმოუჩნდეს საზოგადოებაში ან ვიღაცამ თქვას რომ რაღაც სამი დიპლომი უდევს და რა კარგი. ან ამისთვის მე საერთოდ არ ვაკეთებ. ამას ვაკეთებ ყველაფერი ისეთვის რომ დავეხმარო იმ ადამიანებს, იმ გარემოში, სადაც მე ვარ, აი რაღაც მხრივ წავადგე ჩემი ცოდნით, თუნდაც კი არა და ჩემი ცოდნით, იმიტომ რომ რაც მეტი მეცოდნება, მით მეტს გავცემ, ხო? ანუ რაც მეტი რაღაცა ვიცი, მით მეტს ვასწავლი და მით მეტი ადამიანის დახმარება შევძლებ ამ ყველაფრით. დღესდღეობით 60 კრედიტის მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩავაბარდა. მაგ მხრივ ვარ სტუდენტი და რა თქმა უნდა პარალელურად გავდივარ ტრენინგებს, ლექციებს, რაღაცა ლექციებს ვუსმენ, იმიტომ რომ დღესდღეობით აი ამ პანდემიის გამო რაღაცნაირად ძალიან აქტიურად მიწევს ეს ონლაინ სივრცის ათვისება და ძალიან ბევრი ლექცია ხელმისაწვდომია ჩვენთვის და ყველასთვის ნებისმიერ თქვენგან შეგიძლიათ რაღაც ლექციას მოусმინოთ და ამიტომ ძალიან აქტიურად ვარ ჩართული ამ ყველაფერს, რო გიჭირი მარგებელი, მე მაგალითად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ონლაინ სივრცეში შემიძლია უკვე ძალიან ბევრ ლექციას თუ სემინარს თუ ტრენინგს თუ რაღაცას მოусმინო, რამის შესაძლებლობას ვთქვათ არ მქონდა კორონამდელ პერიოდში, ხა არ ჩამქოლთ, არ გადაირიოთ, ძალიან დიდად ამის ფრაზის გამო, მაგრამ რაღაცნაირად დადებით ვხედავ, მოკლედ მე ამ ყველაფერში ვთქვათ უარყოფით ვერ ვიტყვი ხო ამ პანდემიის გამო. მოვედი დღემდე ამ პროფესიით, რას ველოდი და რა გამართლდა, ეხლა დღევანდელი შეკითხვის ის არის, რომ რასაც ველოდი, ათმაგად გამართლდა ჩემი მოლოდინი ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით. ვეხმარები არა მარტო იმ ადამიანებს, ვთქვათ, იმ მოსწავლეებს, რომლებსაც აქვს ვთქვათ რაღაც ჩაგვრის პრობლემა და ვიღაც ჩაგრავს, ამის გარდა ვეხმარები მოსწავლეებს, რომლებსაც აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები. ვასწავლი მათ რაღაც სტრატეგიებს, რაღაც ტექნიკებს, ვთქვათ, როგორ უნდა დააძლევენ, როგორ უნდა ისწავლონ, ვთქვათ, როგორ შეუძლიათ, როგორ ადაპტირება, როგორ გავუმარტივო, ვთქვათ, რაღაც კონკრეტული საგანი, ვთქვათ, ვიღაც არ შეუძლია ეს ლექსის ათვისება და ვთქვათ, როგორ უნდა ისწავლოს, ვთქვათ, ის მარტივად ის ლექსი. დაახლოებით გავსი იმით მუშაობ დღემდე და ეს ჩემი მოლოდინი ამ ჩემ პროფესიასთან დაკავშირებით, 100%-ით თუ არა 80%-ით მაინც გამართლდა. და ეხლა ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ, აი დაახლოებით როგორ უნდა აირჩიოთ პროფესია. აი დაახლოებით 3 რაღაცას გეტყვით. ამის შემდეგ გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე, იმიტომ რომ იმდენი ვილაპარაკე, მეგონი გაგაბულეთ, ხო და ზოგადად პროფესიის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ანუ რამდენად სწორად აირჩევთ პროფესიას. აი 3 ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ ზოგადად პროფესიის არჩევისას. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ეს 3 ფაქტორი. პირველი ეს ფაქტორი არის რა მიყვარს. აი ზოგადად რა მიყვარს, რისი კეთება მინდა ცხოვრ. აი რა რისი კეთება მანიჭებს სიამოვნებას, ხო? პირველი ეს არის რა მიყვარს. მეორე ფაქტორი რაც უნდა გავითვალისწინო, ეს არის რა გამოდის უკვე. შესაძლოა ძალიან მიყვარდეს ხატვა, მაგრამ არ გამომდიოდეს და რომ მე ვიოცნებო რომ ვთქვათ მომავალი ფიროსმანი ვარ, ცოტა არარეალური იქნება. შემიძლია რაღაცა მოყვარულის დონეზე, რა თქმა უნდა, იმას არ გეუბნებით, რომ რაღაც ხატვა თუ მიყვარს, ხელი უნდა უშვა იმ ხატვას, მაგრამ რაღაცნაირად რეალურად უნდა შეხედოთ ამ ყველაფერს. რაღაც კი გიყვარს, მაგრამ რამდენად გამოგდის ეს. ანუ პირველი ფაქტორი არის რა მიყვარს პროფესიის არჩევიდან, მეორე ფაქტორი ეს არის რა გამომდის. და როგორ გამომდის, როგორი ხარისხით გამომდის და მესამე ფაქტორი რაღაცნაირად გაგეცინოთ შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანს ამ ფაქტორის მოსმენისას, მაგრამ რაში გადაგვიხდიან ფულს. ცოტა მატერიალისტურია რაღაცის დამოკიდებულება, მაგრამ მაინც ერთ-ერთ ფაქტორად აღიქმება, იმიტომ რომ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ვარსებობ, იმიტომ რომ ძალიან კარგია, როცა შენი პროფესიით გაქვს შემოსავალი, თან სიამოვნებას განიჭებს ეს პროფესია, თან შემოსავალიც გაქვს და თან ძალიან კარგად გამოგდის ეს ყველაფერი, ძალიან კომბინაციაში როცა არის ეს 3 რაღაცა, მაშინ შეგიძლიათ ჩათვალო, რომ ძალიან კარგად გაქვს შენი პროფესია მოკლედ არჩეული.
ოღონ რაში გადაგიხდიან ფულს კი ვთქვი, მაგრამ ეხლა აქ საარსებო მინიმუმი ან რაღაც თანხაზეა საუბარი. ვიღაცისთვის 500 ლარი საკმარისია, ჩემთვის ის 3 წლის წინ 320 ლარი აბსოლუტურად საკმარისი იყო, მაგრამ ვიღაცისთვის 500 ლარია საკმარისი, ვიღაცისთვის 1500 ლარი უკვე აბსოლუტურად საკმარისია. ეს არის პირობითი, რა თქმა უნდა, და ესე ვერ განსაზღვრავ, რომ აუცილებლად 2000 ლარი თუ არ მაქვს ფასი, მაშინ მე სწორად არ მაქვს პროფესია არჩეული. ეს არ არის. ანუ უბრალოდ სამივე რაღაცა რა გამომდის, რა მიყვარს და რაში გადამეფიან ფულს, ეს სამი რაღაცა უნდა იყოს კომბინაციაში ერთმანეთთან. აი ეს შემიძლია რჩევის სახით მოგცეთ და რაღაცა ეს გითხრათ. ეხლა მინდა რომ გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე, ვის რა შეკითხვა გაგიჩნდათ, რა გაინტერესებთ, ან ეხლა რა შეკითხვა დაგებადათ, ან მანამდე სანამ საუბარს დავიწყებდით, მანამდე რა გინდოდათ რომ გეკითხოთ, შეგიძლიათ კითხოთ, არ მოგერიდოთ, ზოგადად გეტყვით რომ ეხლა შეიძლება ზოგიერთმა იფიქროს რომ ეხლა მე რო ეს დავსვა ვიღაცას არ გაეცინოს, ან ვიღაცამ სულელური შეკითხვა არ ჩათვალოს, მაგრამ მინდა გითხრათ რომ არ არსებობს სულელური შეკითხვები. არსებობს მხოლოდ სულელური პასუხები. ხო და ასე რომ არ დამინდოთ შეგიძლიათ მკითხოთ რაც გაინტერესებთ. პირველ რიგში სოფი ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო და მე მაგალითად ყველა სიტყვას ვისრუტავდი, ძალიან მაგარი ხარ, მართლა ძალიან ყოჩაღი. ეხლა ვეცდები გავწიო აქ რა ქვია ამ სიტყვას არ ვიცი, მაგრამ ვინც აიწევს ხოლს ვიტყვი მოკლედ. ესე იგი, ანას აქვს ხო ხელი აწეული და გისმენთ ანა. შეგიძლიათ ასე კითხო. ანა სხვა არ აქვს შეკითხვა, სანამ ანა გადაწყვეტს რა ქნას. ვინმე სხვა არ აქვს შეკითხვა. ან კომენტარი. ზოგადად, სტუდენტებთანაც ვატარებდი რაღაც შეხვედრებს, რაღაც ერთი პერიოდი და ესე შეხვედრებს რომ დავამთავრებდი ხოლმე, ბოლოს რო ვიკითხავდი შეკითხვა ხო არა გაქვთ თქო, რაღაც ცდილობდი რომ რაღაც შეკითხვა არ დაესვათ და ბოლოს ესე ვეუბნებოდი ხოლმე რომ ან ყველაფერი გაიგეთ, ან ვერაფერი გაიგეთ თქო და ამ ფრაზას გამოვიყენებ ახლა თქვენთან მიმართებაში. ხო, ეგ მაინც გაგვაგებინეთ, ყველაფერი გაიგეთ თუ ვერაფერი. დასვით შეკითხვა არ მოგერიდო თუ კი რაიმე დაგაინტერესებთ, აქ არც არაფერი არ არის მოსალიდებელი და არც რაღაც. ძალიან საინტერესო და სასიამოვნო შეხვედრა იყო. მადლობა სოფიო, ქეთიმ მოგწერა კომენტარი. აბა ვიღაც საუბრობდა მე მგონი. შეკითხვა არ მაქვს, მაგრამ მინდა აღნიშნო, რომ ეს გიჟების ექიმის შეხედულება ისევ არსებობს საზოგადოებაში და კიდევ ძალიან ბევრია ამაზე სამუშაო. კი, მარია, მართალი ხარ და ღონისძიების აღწერაშიც გაუგზავნე რუსას, რომ მეთქი აუცილებლად ჩაამატე, თქვა და უი, ფსიქოლოგი ხარ? აბა რაზე ვფიქრობ? ეს არის ხოლმე კიდე დღესდღეობით რაღაც ძალიან აქტუალური, რომ აი გონიათ რომ რადგან ფსიქოლოგიის ფაკულტეტი გაქვს დამთავრებული და რაღაც ფსიქოლოგად მუშაობ, ესე იგი აუცილებლად უნდა იცოდე ის რაზე ფიქრობს. ესეც არის. გარდა ამისა, მე მგონი სტრუქტურაში ყველგან ხო საჭიროა ფსიქოლოგი, მაგრამ მე მგონია რომ თითო ოჯახსაც რო თითო ფსიქოლოგი ყავდეს, ავშენდებოდით, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ ყველა პრობლემა მაინც ოჯახიდან მოდის და ძალიან კაია რომ ასე თუ ისე მაინც ვიხვეწებით და სკოლებიდან დავიწყებთ თუ სხვა სტრუქტურებიდან, იქნებ ბოლოს მაინც ოჯახებამდე მივიდეთ. ხო, კი, უცხოეთში არის ამის კულტურა ნამდვილად, რომ რაღაც ოჯახის ფსიქოლოგი ყავთ, მაგრამ ჩვენ საზოგადოებაში უჭირთ წვენიათ რაღაცა, მიაჩნიათ რომ რაღაცა, ესე იგი აუცილებლად რაღაც პრობლემა უნდა გქონდეს თუ ფსიქოლოგთან მიხვედი. ესეთი დამოკიდებულება აქვს სამწუხაროდ. და თან სირცხვილივით არის, ანუ აი მე ბავშვი ფსიქოლოგთან მიიყვანე? აი მე რა ჭირს კაცო და რა დაგემართათ და ეს როგორ დაგემართათ და რა დააკელი, ანუ ხშირად არის ხოლმე ესეთი კომენტარებით. და ძალიან რთულია, მაგრამ იმედი მაქვს რომ გადავა ეს ხალხი, რაც ნელ-ნელა ეს ხალხი წავა, მით უფრო ნათელი ხალხი დავრჩებით და კიცოდ რამეს ვამბობ, მაგრამ ბევრ რაღაცაში გვიშლენ ხოლმე ხელს წინსვლაში და ვფიქრობ, რომ
რაც უფრო დრო გავა და ეს ახალი ადამიანები წამოვლენ, მით უფრო მეტი საინტერესო და კარგი გაკეთება მსოფლიოსთვის. ბარემ კომენტარებს წავიკითხავ, ნანა ამბობს, რომ ყველაფერი გასაგები იყო და მადლობა სოფიოსო. თათიამ ძალიან ყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით და უფრო გამიღრმავ და ფსიქოლოგიის სწავლის სურვილიო. უი, ეს ძალიან კარგია. ძალიან კარგია. ანა, თქვენ წერან არ გქონდათ მიკროფონი ჩართული და ეხლა თუ გსურთ, შეგიძლიათ გითხრათ. ხელი გქონდათ აწეული. მე მგონი რაღაც ხარვეზია. ხარვეზია, როგორც ჩანს, უნდა თქვას და ალბათ ინტერნეტი უშლის ხელს და სამწუხაროდ ვერ გვაგებინებს ხმას. მოგწეროს მაშინ და რაღაც გავახმაურებთ. ძალიან დიდი მადლობა მოკლედ. ძალიან კარგი შეხვედრა იყო, კმაყოფილი ვარ სოფიას, დიდი მადლობაო ლელამ. ძალიან საყვარელი მადლობა თქვენ პირიქით, იმიტომ რომ თქვენ რაღაც არ მოგესმინათ და თქვენ რომ აუდიტორიაზე არის ზოგადად ძალიან ბევრი რაღაც დამოკიდებული. ძალიან. მithmet ეს ცოცხალი აუდიტორიაში რა თქმა უნდა, მაგრამ დღევანდელ დღეს ესე ონლაინ აუდიტორიაში გვიწევს ურთიერთობა და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი თქვენ ხართ, თქვენ რო არ მოგესმინათ ახლა ჩემთვის და რაღაცა ის რო არ ყოფილიყო თქვენი ასაკი, რაღაც თქვენ სტიმული და თქვენი დაინტერესება, მე შესაძლოა ესე ვერც მე საუბრა და პირიქით ძალიან დაუბნეულიყავი და რაღაც შესაძლოა რაღაც გამქრობოდა სურვილი რაიმეს თქმის. ისე სხვა გამომცვლებთან, სხვა სპიკერებთან შედარებით, შენი თავი ასე თუ ისე ნაპოვნი გყავს. თავიდანვე რაღაცნაირად მიზანს მიყვებოდი და დანარჩენ სპიკერები ასე თუ ისე ცდილობდნენ, რომ ბევრგან მოესინჯათ თავიანთი თავი და ეს ფიქრობ ძალიან კარგი რაღაცა არის, იმიტომ რომ იშვიათად გვაქვს ხოლმე ადამიანებს ეს შიგნიდან რომ გვეძახის რაღაც პროფესია და ეს ძალიან მაგარია, როცა რაღაცამ შიგნიდან დაგიძახა და მიყვანა, ანუ ეს გზა გაგინათა რა, ასე ვთქვათ. და მართლა იღბლიანი ხარ. ისე იმით ვიტყვი ხოლმე, ხუმრობით ვიტყვი, ან რაღაცნაირად ამ ჩემს კლასელს ძალიან დიდი მადლობა თქვა, ჩემს კლასელს ეს გზა რომ მოგონია თქო, იმიტომ რომ რაღაცნაირად არც მათზე ნაწყენია რომ დარწმუნებული ისინი ბავშვურად აკეთებდნენ და რო მაშინ რო ცოდნოდათ რაღაც ადამიანის ფსიქია მაშინ ადამიანს ფიქრობ ეს რაღაცას არ გააკეთებდნენ. ხო, ყველანი ესე ვარ თქვა, რომ ვიცოდეთ რომ ამ ჩვენი საქციელით ან რაღაც სიტყვით ვინმე სიანს მივაყენებთ, იმ რაღაცას არ გავაკეთებდით და არ ვიტყოდით. მე მგონი ესეა და რაღაცნაირად ჩემი კლასელებიც ესე იყო, პირიქით ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ რაღაც მაპოვნილეს ჩემი ძალიან ატარს მიკრავს და მე მგონი რაღაც მოეწონა. მე მგონი არა მოეწონებოდა და მინდა გამარჯობათ ყველას პირველ რიგში. სოფიო, მადლობა ასეთი კარგი საუბრისთვის, მართლა ძალიან საინტერესო იყო. განსაკუთრებით საინტერესოა ხოლმე, როდესაც ადამიანი თავის გამოცდილებას გიზიარებს, ეს უფრო ბუნებრივია და უფრო მიდის ადამიანის გულთან და გეხმარება, რომ ის რაღაცა სამომავალში შენს გამოიყენო. მადლობა პირველ რიგში და ახლა შეკითხვა მაქვს ერთი. მაინტერესებს როგორი იყო იმ მშობლების რეაქცია, ან თუნდაც ბავშვების რეაქცია, რომლებიც ახალქალაქის ქართულ სკოლაში იყვნენ. და თანაც ანუ ჩადიხარ ვიღაც თბილისიდან, ანუ ვიღაც კარგი გაგებით, თუ კონტექსტში არ მოგოფ რა თქმა უნდა, ჩადიხარ სრულიად უცხო ადამიანი, რაღაცა შენი ენთუზიაზმით და თანაც ფსიქოლოგად. გიჟების ექიმად როგორც მოიხსენიებდნენ და დღესდღეობით ჯერ კიდევ არის ეს ტერმინი შემორჩენილი, ჯერ კიდევ ასია საზოგადოებაში სამწუხაროდ და რა იყო მათი რეაქცია, როდესაც სკოლაში ფსიქოლოგად დაიწყე მუშაობა? სკოლას საჭიროება გაუჩნდა, რომ ჩემთვის რაიმე ოთახი გამოეყო, ან რაღაც ხომ მჭირდებოდა რაღაც ოთახი და შესაძლოა ვიყო ერთი პაწაწუნა ოთახი და ის ოთახი გამომიყვეს, რომ მოდი აქ იყოსო თქვენი კაბინეტიო და რაღაცნაირად რამე რესურსი თუ გექნებათ აქ ისაო და ესე იგი მშობლები რო შემოდიოდნენ ესე იგი ხვეწებოდნენ თავიდან რომ ან ეს კაბინეტი გადაიტანეთ ან ეს ამ გოგოს მიეცი სხვა ოთახიო, იმიტომ რომ ესე იგი ეშინოდათ, ეგონათ რომ ვიყავი ტირანი, ეგონათ რომ მათ შვილებს რაღაცას დაუშავებდი. ესე იგი ამ ჩემი ოთახის კარი თუ ღია იყო ხო საერთოდ მათი შვილები თუ ჩემ ოთახში იხედავთ ძალიან ბევრი რესურსი მქონდა სათამაშოები რაღაცები მივიტანე, ხა ბუნებრივი ოთახში აბა ხა მეტი სხვა რა უნდა მივეტანე, ხელსაწყობს და ჩაქუჩებს ხوار მივიტანდი არა აი ბავშვები თუ ოთახთან მოდიოდნენ პირველი წელი ხო საერთოდ რომ აი უკრძალავდნენ ოფიციალურად რომ ნუ მიდიხარ მან რა გინდა მაგრამ დღესდღეობით ესე იგი რომ არ ვიცი არ ვინდა რაღაც ის გამომივიდეს მაგრამ დღესდღეობით ისეთი შეცვლილია 3 წლის შემდეგ ანუ ცნობიერება პირიქით
ყველას აქვს, ყველა მშობელს 180 მოსწავლე ირიცხები ჩვენ სკოლაში და ყველა მშობელს აქვს ჩემი ნომერი და თუ კი რაიმე საჭიროება აქვს ან თუ ჭირდება თქვა დღესდღეობით იციან რომ თუ ბავშვს რაღაცა მეტყოლებასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს მას ჭირდება ლოგოპედი თუ იციან რომ თქვა თუ რაღაცა დისლექსია იციან რა არის ეს ტერმინი ბევრმა მასწავლებელმა არის ანუ კითხვის უნარის დარღვევა ან რაღაც ტერმინოლოგია უკვე იციან და უკვე მიხვდნენ რომ მე საშიში კი არა ვარ მე მათ რაიმეს კი არ დაუშავებ ან მათგან რაიმეს კი არ ვითხოვ პირიქით რა ცოდნაც გამაჩნია მე მათ ვუზიარებ და ვაძლევ მათ ამ ყველაფერს ეს ელექტრონული სახით იქნება პირადი სახით იქნება თუ წიგნის სახით იქნება და რაღაცნაირად აღარ თავიდან მართლა იყოს შიში და სერიოზულად რამდენჯერ მიფიქრე რომ აი რა გავაკეთო იმე ჩავარნილო რომ აი რა გავაკეთო როგორ მოვაწონო ამათ თავიდან როგორ დავანახო რომ მე მათ შვილებს არაფერს არ დაუშავებ ეხლა დღესდღეობით რაღაც სკოლაში იმას სანამ მქონდა საშუალება მანამდე ლექციების სახით კითხულობდი სხვადასხვა კლასებში რა თემაზე თვითონ სურდათ მაგალითად და ისე მოწონდათ და ისეთი ბედნიერები იყო რომ მიხვდნენ რომ თურმე საშიში კი არა ვარ პირიქით რაღაცებს უფრო მარტივად და სუბუქად ვანახებ ამ ხალხს ამ ჩემი გამოცდილების საფუძველზე რა თქმა უნდა და არაფერი ახალი თეორია არ მომაქვს დღესდღეობით შეცვლილია ამ ხრივ მდგომარეობა და თავიდან ძალიან ისეთ დაძაბული სიტუაცია იყო და რაღაცა ეშინოდა ჩემი მოკლედ ანა და ფსიქოლოგი კი ხარ მაგრამ ფსიქოლოგსაც ხო აქვს გრძნობები და ამ პერიოდში არ გიჭირდა ძალიან შინაგანად ძალიან მიჭირდა მაგას ვამბობ რომ აი ძალიან რამდენჯერ მიფიქრია რომ აი რა გავაკეთო ახლა იმ მშობელმა ჩემზე რო თქვა რომ ეგ იმიტომ მოიყვანეს რომ ვიღაცის ახლობელი იქნება ისე რა უნდა ჩვენ სკოლაში ფსიქოლოგს ან რა გჭირს საფსიქოლოგი ეს ერთმა მშობელმა რო თქვა აი მაშინ მივხვდი რომ ძალიან ცუდად იყო ჩემი საქმე შესაძლოა საზოგადოებას საერთოდ არ მივეღე და გავეშვი აქედან ჩვეულებრივად აი ეს შიში მქონდა რა თქმა უნდა ფსიქოლოგებსაც ყავს ჩვენი ფსიქოლოგები არ იჯავროთ მაგაზე არ ვიცი ალბათ მაინც პროფესიის სიყვარული და ის მიზანი ყველაფერს გაძლევინებს და გადანინებს ხო ეგ რა თქმა უნდა თუ პროფესია არ გიყვარს ისე ამ ყველაფერს არ გააკეთებ არაფრად არ გიღირს არც ამას ოცლარად მაშინ ნამდვილად Laura, მესამედ უნდა მოგმართოთ ახლა. თქვენ არაფრის თქმა არ გსურთ? კი ამოგიჩემეთ, მაგრამ თქვენ გარდა რაღაც არ გქონდათ კამერა ჩართული. ძალიან დიდი მადლობა. კავშირი თქვენთან გქონდა, პირადად გიყვებოდით მოკლედ. ხო რა, ეს ყველაფერი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს და მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაცა თვალით და კამერით უფრო რაღაც სიახლოვეს იგრძნობ თუ რა ვიცი რაღაცა მსგავსი და ვცდილობ რომ მაქსიმალურად ინტერნეტ რო ხელს შემიწყობ ჩავრთო კამერა. მადლობა ძალიან საინტერესო ტრენინგისთვის. ბევრ რამზე შემიძლია წარმოდგენა მართლა. მე არ ვთვლი რომ ფსიქოლოგი გიჟებს ექიმია უბრალოდ, მაგრამ რაღაცნაირად ყოველთვის ვფიქრობდი რომ ეს პროფესია სირთულეებთან ასოცირდებოდა. ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდებოდა და რაც შემდეგ და ეხლა თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე გამიჩნდა იმის განცდა რომ თუ მოინდომე ბევრად უფრო მარტივია ვიდრე ეს ერთ შეხედვით ჩანს. მადლობა მართლა ძალიან დიდი და კიდევ მაინტერესებს რა ეხალუცებს დავებადა შეკითხვა. ანუ როცა თქვენ გინდა თავიდან ყოფილიყავით სკოლის ფსიქოლოგი და დაიწყეთ სწავლა აღმოჩნდით სულ რაღაცა სხვა მხრივ, ხო? აი არ გიფიქრიათ მაგ მომენტში რომ იქნებ მართალი იყვნენ ჩემი მშობლები, გავყოლოდი ეკონომიკას აქ რა მინდოდა ან რაღაცა მსგავსი, ხონდათ გაშეგნება? როგორ არ მიფიქრია, მაგაზეც მიფიქრია, მაგრამ იმდენად ეს ეკონომიკის ფაკულტეტი, იმდენად ბანკთან და 24 საათი ბანკში ჯდომასთან ასოცირდებოდა, ოღონდ ეგ არ მიფიქრა და ყველაფერზე თანახმავი ვიყავი, რომ რა ვიცი, რაღაც ექსპერტა და რაღაცად ყოფილიყავი, ოღონდ იმ გაგებით ეკონომისტად არ ყოფილიყავი, რა გაგებითაც ჩემ მშობლებს უნდა. ჩემ მშობლებს უნდათ რაღაცა ეს ჩემ მათემატიკურ უნარები გამოვეყენებინა, იმისთვის რომ 24 საათ ბანკში მშდარიყავი და რაღაცას ეთქვა, რომ რა მაგარია, ნახე ის მისი შვილი ბანკში მუშაობს, ხო? ანუ ამ ხრივ უნდოდა და იმდენად მეზარებოდა აი ესეთი ერთფეროვნება და იმდენად არ მინდოდა და იმდენად არ მიყვარდა რომ რაღაცნაირად ყველაფერზე თანახმავ ვიყავი მაგის გარდა ერთი პერიოდი ხაზშევ პოლიტოლოგობასაც ვფიქრობდი ეხლა გამახსენდა ამ წუთას პოლიტოლოგიის შესავალიც კი გავიარე რომ მეთქი იქნება და რა იცი რა ხდება ვაი და ეს ფსიქოლოგია მართლა არ მომეწონოს მოდი შევწითო მაგრამ საბოლოოდ მე დაალაგდა ყველაფერი ერთი აი მეორე სემესტრიდან უკვე დაალაგდა მადლობა დიდი. მადლობა თქვენ შეკითხვისათვის.
ვფიქრობ, შეგვიძლია დავამშვიდობოთ და დავასრულოთ შეხვედრა. ძალიან საინტერესო იყო ნამდვილად. ძალიან ბევრი რაღაცა გავიგეთ და გამოვიყენებთ კიდეც, ასე მგონია. სოფიოს მადლობა ჩვენი გუნდისგან და ცენტრისგან მთლიანად და თქვენ გელოდებით ხვალაც იქნება შეხვედრა საღამოს. და მოკლედ ჯგუფში იაქტიურეთ, არ გამოტოვოთ შეხვედრის ბმულებს, რომ ვაზიარებ ხოლმე. წარმატებული კვირა დღე და დასვენება. და ვფიქრობ, რომ შეგვიძლია გუნდის წევრები დავრჩეთ და მონაწილეებმა დაგვტოვონ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა დიდი თქვენ. მადლობა. ბედნიერად. ნახვამდის. მადლობა.